გამარჯობა, ზურფასო მეგობრებო, დაგიბრუნდათ ჩვენი გადაცემა ფეხბურთთან ახლოს, ლაგაზეტა ჯორჯია. ყოველთვის მინდა ხოლმე თავიდან ამით დავიწყო, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და დაალაიქოთ ეს ვიდეო, იმიტომ რომ გამოცდილმა YouTuber-ებმა იციან მაგის კეთება და მეც უნდა ვისწავლო ნელ-ნელა. სანაკრებო ფეხბურთზე გვექნება, რა თქმა უნდა, დღეს საუბარი, ორი არაჩვეულებრივი თამაში ვნახეთ, კარგხასიათზე ვართ, თუმცა რაღაცები იყო ისეთი, რამაც მთლად მაყოფილი ვერ დავტოვა და ამას სასაუბროთ, ამ ყველაფერზე სასაუბროთ, დღეს ძალიან საინტერესო ადამიანი მოვიწვიე, სედანტა სპორტის კომენტატორი ირაკლი იმედაძე, რომელიც გარდა იმისა, რომ უძღვება არაჩვეულებრივად უცხოურ ფეხბურთს და ბუნდესლიგას და ამ შემდეგ და აქედან გიცნობს ადამიანი, მე მინდა ვთქვა, რომ უკვე წლებია ის ქართულ ფეხბურთსაც უძღვება, შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ყოველთვის როცა მე ადრე წლების წინ ყოფილი რაღაც პრესკონფერენციებზე, თამაშებზე, შენ ყოველთვის იქ ხარ ხოლმე და ძალიან აქტიურად ხარ ჩართული სანაკრებო თემატიკაშიც და ზოგადად ქართულ ფეხბურთშიც და მე მგონია რომ ქართულ ფეხბურთზე და საქართველოს ნაკრების სასაუბროდ თუ ვინმე გამოდგება პირველ რიგში ერთ-ერთი პირველი შენ ხარ და მადლობა რომ დღეს ჩემთან ერთად ხარ. პირველ რიგში მადლობა შენ მოწვევისთვის, მე ამ სიტყვებისთვის და მინიმუმ ანალოგიური შემიძლია ვთქვა შენზე და რაც შეეხება შენ მაყურებელს მივესალმები, დავეთანხმები პავლიკას, რომ გამოიწერეთ აუცილებლად, მაგრად გულშემატკივრობ, გიყურებ და ვალს კი არ გადებ, მაგრამ დროის სიმცირიდან გამომდინარე რო ვახერხებ ძალიან დიდი მადლობა. ხო და აბა შენიც. მადლობა. ხარისხი ცხადია, გიჭირავს როგორც შესაფერისია და შენ შეგეფერებ. მადლობა დიდი და დავიწყოთ. მოკლედ, მე ირაკლი მოვიყვანი აქ, იმიტომ რომ მინდა რომ აი ამ ორ შეხვედრაზე განსაკუთრებით გუშინდელ მატჩზე, იმიტომ რომ ის უკვე გავლილია და ხო იცი მეორე თამაში რო არის, უფრო მაკეთკენ ვართ გადართული რა და დეტალურად მინდა ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ იყო რაღაც სიახლეები, ნუ გასაგებია რომ კარგად მოვიგეთ, სანახაობრივი ფეხბურთი ვნახეთ, მაგრამ უშუალოდ დეტალებზე მინდა ვილაპარაკი, ახალ სქემაზე და ასე შემდეგ, მაგრამ მე მინდა დავიწყო იმით, რაც მოხდა თამაშის მერე რა. ერევანში შენც იყავი, მეც ვიყავი, გუშინაც დავწერე, არ მინდოდა ამაზე ვილაპარაკი, იმიტომ რომ ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, რომ იქ ერევანში ხალხი ძალიან კარგად დაგხვდა, მე მგონი მე შენ ერევანში არ მინახე, მაგრამ იგივე გამოცდილება ქონდა, იმიტომ რომ ყველა მაგას ამბობს, ვინც იქ იყო, რომ ძალიან თბილად მიგვიღეს, არა მხოლოდ სტადიონზე მიღმა იქ ფეხბურთზე რო ვიყავით ჩასულები ყველა ხდებოდა, მაგრამ რესტორანი იქნებოდა და ტაქსი თუ სხვა ადგილი, ყველგან ძალიან კარგად გვეპყრობოდნენ ჩვენი მასპინძლები ამ შემთხვევაში რა და ანალოგიურს ველოდი აქაც ხო და ძირითად შემთხვევაში ეგრეც იყო, მაგრამ თამაშის მერე რაც მოხდა, რავი, იმ ადამიანებს თუ ვინმესთვის საინტერესოა ჩვენი აზრი, ხო? შეგვიძლია მივმართოთ და ჩემს ირგვლივ იქნება ეს სოციალური ქსელები თუ ისე პირადი საუბარი, ყველა ერთსა და იმავე აზრზეა, რომ არ შეიძლება იმის გაკეთება, რაც ვიღაცებმა გააკეთეს, იმიტომ რომ ეს პირველ რიგში არის შენიერი შეურაცხყოფა და მეორე შენს ნაკრებს უშლი ხელს, იმიტომ რომ დღეს ლევან კობიაშვილმაც დაწერა ხო, რომ დიდი შანსია, რომ სექტემბერში უმაყურებლად ვითამაშოთ თურქეთის წინააღმდეგ და ეგ არის მთავარი თამაში, თურქეთი ჩვენი მთავარი კონკურენტი არის მაგ ჯგუფში და პირველივე შეხვედრა გვაქვს უმნიშვნელოვანესი და მაყურებლის გარეშე თუ ითამაშე თურქეთთან, რომელიც აგერ გამოჩნდა უნგრეთთანაც საკმაოდ ძლიერი გუნდია, ძალიან რთული იქნება რა და მაგაზე მინდა პირველ რიგში შენი აზრი მოვისმინო, რას ფიქრობ, საერთოდ რატომ მოხდა ეგ ყველაფერი, რაც მოხდა გუშინ თამაშის მერე? ერევანში ორივენი ვიყავით, პავლიკას და მე ამ თემაზე არ გვილაპარაკია, გულისხმობ როგორ დაგხვდნენ სომხეთის დედაქალაქში და ერთ-ერთი ზუსტად აი სიტყვას კი არ შევცვლიდი, უბრალოდ ზედ გადაყვნენ. მართლა. ერევანში გატარებულმა 48 საათზე მეტმა მომცა საშუალება იმაში დავრწმუნებულიყავი, რომ სომხებზე ჩვენ რასაც გვაგონებდნენ და სომხებს ჩვენზე რაც აგონებდნენ, წმინდა წყლის ტრადიციული საბჭოთა პროპაგანდა იყო, რო არ ყოფილიყო საფრთხე მათთვის პოტენციური ერთიანობით. და ამიტომ მოდის მე ეს სტერეოტიპები რაღაცები და აბსოლუტურად მართლა მაგას აი ნებისმიერი ჟარგონს ბარბარის გამოყვა ნებისმიერი სორტის ადამიანი იყო ეს მართლა ტაქსიდან დაწყებული ქალი, კაცი, დიდი, პატარა, ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიის, ბევრი ვიმოძრავეთ. სამწუხაროდ ერთმანეთს იქ ვერ შევხვდით და ამას ვაგერ საჯაროდ ვაღიარებ ჩემი ბრენდი. და შენ მუშაობდი და მე მუშაობდი. არა, ეგრე არ არის, პავლიკაც მუშაობდა, რა თქმა უნდა. მოკლედ, ყველა ზედ გადაყვა. ერთი. კი, რიგ საკითხებში ცოტა უკან არიან და მათ საილუსტრაციოდ ერთ მაგალითს მოვიყვან, შენ და ჩემ ბავშვობაში ეს გახსოვს ხო ქუჩაში? ეგ ვნახეთ იქ. ნუ გაიშნიკები და ზუსტად, არის ჯერ კიდე. მაგრამ მსვლელობაზე ხო, როგორ იმუშავეს?
იდეალურად იყო ყველაფერი უსაფრთხოება დაცული, პოტენციური საფრთხის შემთხვევაში ოღონდ ეს გამოჩნდა რომ არ იყო საჭირო, იმიტომ რომ კომაგებთან ერთად იქნებოდა შეკრება ეგ რესპუბლიკის მოედანზე თუ იქ სიახლოვეს. ქართული დროშები სომხები გაივლიდნენ, გამოივლიდნენ, სომხების დროშები, ბავშვებიც კი, სომეხი ბავშვები. ძმები ვართ, მეგობრები ვართ, მეზობლები ვართ, იქით საუბარი საერთოდ არ ყოფილა და ვინ მოიგებს და ვაჰაჰა უგუგუს არ გაცდენია ეს ამბავი. სამწუხაროდ საპირისპირო რამ ნახეთ და რთულია რამე დავამატო, რაც პავლიკამ თქვა, ერთადერთი ჩვენც ხო ვიყავით თქვენ ხელები მართლა. ნოდარ დუმბაძის ციტატა არ მოყვავს. უბრალოდ ჩვენც ხო გქონია ის აღტკინება და აღფრთოვანება, ძირითადად მინდორზე გუშეჭრილები ვინც ვნახეთ, უბრალოდ რა უნდა გეთქვა გარდა გამოდის. ხო, იყო 15, 14 და ნუ 20-22 წლის ხო? ის ასაკობრივი კატეგორია, რომელიც იმ დოზით ვერ ფიქრობს, რა შეიძლება მოყვეს, ხო, იმას. არა, აქ ორი ნაწილია, ბევრი არ გამიგრძელდეს სპორტული, რაც შენ თქვი უკვე რომ თურქეთთან შეიძლება, იმიტომ რომ ისედაც პირობითი გქონდა. აი ის რომ ლუკა გამოდი მამა პირობითი გაქვს, აი ეგ გქონდა რა. მართლა ეგ გქონდა, იმიტომ რომ საავარიო გასასვლელები გქონდა, გადაკეტილი პიროტექნიკა გქონდა გამოყენებული და ლაზერი კიდე ერთი ძალიან ცუდი ის რაც არის. მართლა ხო მინაშებით და იმით. ხო გუშინა, ანუ ეგენი მაგის გამო გქონდა ფინანსური სანქცია. და პირობითი საჭირელი 2 წლიანი რაც სომხებს ქონდათ. რატო ვერ გაყიდეს სომხეთის ბილეთები რატო გაიყიდა გვიან? ხო გახსოვთ ყველას. სომხები არ ყვებდნენ ქონდათ თუ არა უფლება და UEFA-ს კეთილინება იყო თუ რაც იყო თუ როგორც დაალაგდა ბჭყალებში, მერე იყო რომ ის დიდებული ატმოსფერო ვაზგენ სარქსიანზე შეიქმნა, იმიტომ რომ იყო გულშემატკივარი. თუ დინამოზე თურქეთთან ხალხი არ იქნა, არ ვიცი. აი დღეს ერთი კითხვა მაქვს. დღეს იგივე იმავეს იზამდით? ეს ერთი შევარდნაზე. მეორე იმ ხალხთან რა გინდათ? ის არ გვითხოვს ალბათ, ხო? ისინი რა სკანდირებდნენ და ახლა ეს მოდათ, ხო? რა ეგ იყო ზუსტად, იმიტომ რომ მეც ახლა ვიჯექი საპირისპირო მხარეს გუშინ. და ვიღაცა მე დაწერა და შემხვდა კომენტარები, რომ გვაგინებდნენო, დედას გვაგინებდნენო, სომხებიო გუშინ და მაგან გამოიწვიათ ამის მერე ეგ რეაქცია ქართველებისო და მე შემხვდა ვიდეოები და მაგას სომხეთშიც სკანდირებდა შემოქმედი და გუშინაც ვინც აქ იყვნენ, რომ გადადგეს ფედერაციის პრეზიდენტი, ხო რაღაც გვარს ამბობდნენ, არ მახსოვს ის კაცი რა გვარია და ნუ რაღაცა გავს ესა რა ქვია, ერთ-ერთ ქართულ სიტყვას, რომელსაც არ ვიტყვი ხა აქ რა თქმა უნდა, ეს გადადექი თუ წადი თუ რაღაცა ეთქობა სომხურად რა, სკანდირებდნენ მაგას. ჯერ ერთი სულ რომ აი გინებაც ყოფილიყო, ნუ აი გიჟია, არანორმალურია, ნუ და ან სტადიონს გარეთ გაარკვიე პირადად ნახე ის ხალხი რაღაცა. რა უბედურება შეჭრა და ბოთლების სროლა, ნუ ხო სიგიჟია, მით უმეტეს რომ ცხრით ერთს იგებ ორი თამაშის ჯამში, კარხასიაძე ხარ, ბედნიერი ხარ და მაინც მაგას აკეთებ. და მე მეორე კიდე ერთი უნდა ვთქვა და ამით ამოწუროთ ეს თემა. ის რომ საბერძნეთთან თამაშის მერე ხალხი შევარდა, ეს მაინც ჩვეულებრივი ამბავია რა, იმიტომ რომ ემოციები იყო ძალიან დიდი და ეგეთი თამაშების მერე უცხოეთში ზუსტად რომ გადადიან, ხო, მოსულა რა და მაგას არც არავინ არ გეუბნება არაფერს რა, მაგრამ არ შეიძლება ყველა თამაშის მერე, ან გამოდიხარ უნახავი, რომ აი ყველა თამაშის მერე რომელსაც მოიგებ, უნდა შევარდე იქ რის გამო, ხო? აი რატო შედიხარ? ხო, გაუგონარი ამბავი არის და რავი, მოუწოდებ მაგ ადამიანებს თუ ვინმე გვიყურებს თუ ვინმე საინტერესებს ჩვენი აზრი და ყველა ნორმალური ადამიანის აზრი, ხო, არ მინახავს მე ადამიანი, რომელსაც მოიწონა ეგ ამბავი. არ შეიძლება ეგეთი რაღაცების კეთება, არ შეიძლება, იმიტომ რომ პირველ რიგში აზარალებ შენს ფეხბურთს, საქართველოს ნაკრებს და შენი ქვეყნის იმიჯს, იმიტომ რომ ფეხბურთი რა არის, ხო, გლობალური არის, გლობალური სპორტია, ყველა უყურებს და დღეს უკვე რაღაც უცხო ტაბლოიდებზე, ინგლისურზე, ესპანურზე შემხვდა, რომ საქართველოში ეგეთი რაღაცა მოხდა. და ის მე ცხრით ერთის მერე მოხდა, ეგ ხომ წარმოუდგენელი ამბავია. ხო, ამის თქმა მინდოდა და ამით დაწყება და დანარჩენი ახლა უკვე კარგზე უნდა ვილაპარაკოთ. მაინც გუშინდელ თამაშზე, იმიტომ რომ გუშინ მე პირადად კიდე ერთხელ გავიმეორებ, რომ თითქმის არასდროს მიმიღია ეგეთი სიამოვნება ტაიმისგან. არ არის მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე ლაპარაკი რა, უცხოურ გუნდებს გუშინდელ თამაშს მაინც უფრო ისე უყურებდი, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია, კი გულშემატკივრობდი, მაგრამ წყნარად მშვიდად ვიჯექი და აი სიამოვნების მიღება მინდოდა, ზუსტად ის იყო, რაც მინდოდა რა. რა დაინახე შენ, თუნდაც მაინც პირველი შეხვედრიდან დავიწყე, რომ მეცად მძიმე იყო, მაინც უფრო შეცდომებით ვისარგებლეთ, მაგრამ დამაჯერებლად მოვიგეთ, არ არის მარტივი ამბავი ერევანში ჩახვიდე, ეგრე მოიგო. კი, ცუდი შთაბეჭდილება დატოვეს სომხებმა ორი აზრი არსებობს, მაგრამ ჩვენ თამაში რა დაინახე უკეთესობა ვიდრე ერთა ლიგის ბოლო მაჩებიდან, რომელიც მაინც ცოტა მძიმე კი ბატონო, ერთი და მთავარი განსხვავება რაც იყო მთლიან აი სანიოლის ეპოქასთან. ნუ ცხადია ფორმაციაზე მივალთ და ეგ თვალნათლივ გამოჩნდა. რაც შეიძლება შედარებით ნაკლებად ყოფილიყო, ეგრევე თვალში არ მოხვდებოდა და მეც პროცესში დამარტყა თავში, რომ ერევანში რო უყურებდით. სისტრაფე და დაცვის სისტრაფე.
ის რასაც ვილიც ამბობდა ხოლმე, არის ხოლმე რაღაც თემები, რომ სანიოლი გამოდის უბრალოდ მინიშნებით და ბევრს არ იძახის და მიგვანიშნებს ხოლმე რაღაცებს და არის რომ პირდაპირ და მკაფიოდ იძახის. 3 წლის წინ ეს 3 წელი სამცველს რატო თამაშობდი რომ მცველების კომპლექტაცია სხვის საშუალებას არ იძლეოდა და სხვა სიტყვებით ამბობდა და უფრო ტაქტიანად კი ეს ტაქტიანი ნათქვამია მაგრამ ეხლა როცა უკვე პირობითად ყავს მერერა რო სერია B მაგრამ მაინც პრაქტიკიანი ლოჩოშვილი და მეტნაკლები პრაქტიკით აი ზამთრის სატრანსფეროს ჩაშლილის მერე მაინც გოგლიჩიძე როგორ სულ ძირითადში იყო და მე როცა ჩემს ორივეს აქვს ისტრაფე, ორივეს აქვს ძალიან კარგი ფიზიკური მონაცემი, გარდა სიმაღლეს ასე შემდეგ. ცხადია ორივეს აკლია გამოცდილება და ყველას უთქვამს, ხო, გვარდიოლა იქნება თუ ვიღაც სხვა, რომ ცენტრალური მცველის პოზიცია არის ადგილი, სადაც ყველაზე მეტი გამოცდილება გჭირდება. ცოტა რისკიანი იყო, ალბათ სადღაც მაინც ვიქრობდით, რომ ვა გოგლიჩა და ლოჩო, მაგრამ იარა ორივე ისე რა ხოშიანად ალბათ რა. დაცვა იყო მთავარი ის განსხვავება, რაც შეგვიძლია ვთქვათ. ხო და ეგ იყო რა, ანუ პრინციპში მე ზოგადად არ მიყვარს ეს სამცველიანი სქემა, როცა უცხოური გუნდების თამაშობენ ხოლმე, უბრალოდ არ მიყვარს, არ არის ჩემ გემოვნებაში აჯდება ასე ვთქვათ, მაგრამ საქართველოს ნაკრებთან მიმართებით ვერ ვამბობდი ვერაფერს, რომ უნდა შეიცვალოს გინდა თუ არა ეს სქემა, იმიტომ რომ ჯერ ერთი ამართლებდა და მე მეორე რაც ჩემი ლაპარაკი რაც სანიოლიც სულ საუბრობდა, მესმოდა რა ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ რეალურად მაინც თუნდაც გარემარბებს რაც შეეხება, ხო იქ ციტაიშვილი ყავს, აზაროვი ყავს, გოჩოლეიშვილი ყავს, ისეთი ფეხბურთელები ყავს, რომლებიც თითქოს იგივე საბალობჟანის და ასე შემდეგ, რომელიც ამ სქემაში უფრო ჯდებიან, ხო თითქოს, მაგრამ და სანიოლმა თამაშს მე შენ იქნებოდი პრესკონფერენციაზე მე დღეს უსმინე ტელევიზიით რომ ისაუბრა მაგაზე რომ სქემა შეიძლება ისევ შეიცვალოს არ ვიცი ისევ ვითამაშებ 3 მცველი თუ იქნება 4 მცველი მაგრამ მე ეს უფრო მომენტზე გასაგებია ხა სომხეთია შეიძლება არ გამოგადგეს საზომად შეიძლება თურქეთი როცა იქნება ესპანეთი როცა იქნება ისევ 5 მცველზე რეალურად გადახვიდე მაგრამ ის რო გოგლიჩიძე ესე ითამაშა და რეალურად ვიცით რომ უკვე ყავს ერთი მაღალი დონის ცენტრალური მცველი რომელიც ნელ-ნელა მიიღებს გამოცდილებას მე ვფიქრობ რომ მაინც უახლოეს შეხვედრებში იგივე ამ ხანაგურები როცა გველოდება ისევ ამ 4 მცველიანზე უნდა დავრჩეთ იმიტომ რომ აშკარად უფრო სანახაობრივად გამოსდის საქართველოს ნაკრებს ეგრეთ თამაში ვიდრე ამ 3 მცველიანი 5 მცველიანი სქემით ხო რეალურად კი და კიდე ერთი ის მინიშნებას რომ მეუბრუნდეთ ეს შეიძლება იყოს თამაშამდე ამბობს ამას ერევნის პოდიში ერევნის თამაშამდე ამბობს ამას ეს შეიძლება იყოს ერთ მატჩში ცვლილება, ფორმაციაზე როცა ეკითხებიან 4-ით ითამაშებ თუ 5-ითო და ნუ თამაშამდე როგორც წესი არ ამბობენ, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ან რაღაც ძალიან დიდის და ახლის დასაწყისიო. კონტექსტი ეგ იყო, რაღაც დიდი არ ვთქვამს, ახლის დასაწყისი, ანუ გულისხმობს რომ განგზობითად იქნება. ან უბრალოდ ერთი იმით. აშკარაა რომ არის პირველი. ხო, რომ ისე ვიცადა და კვეკვეს დაყენება 4 მცველის წინ რო გავაგზავნოთ რა ვნახეთ კიდე დადგა ღუზით რომ ხაზებს შორის იმათგან ბურსარეულო ჩვენთან ადვილად ის რაც ესპანეთთან დაგვაკლდა ხო ესპანეთთან აი ძალიან რო წავაგეთ ხო 7-1 ხო მან საერთოდ ჩამშლელის გარეშე ვიდექით ფაქტობრივად და მაგან კვეკვეს გამოცდილებამ დადო ის რომ ამ 4 მცველს კარგად და რამდენი გადაზღვა იყო კი ბოლოს საფეხბურთო ტერმინო გამოვიყენოთ, არ გვიწყენს ალბათ კვეკვე გაიგუდა და დაიღალა რა დაღლილი იყო. მაგრამ რო არა ლოჩოს ტრავმა და დაზიანება, რომელიც ეს აუცილებლად უნდა ვთქვათ, იმ მომენტში როცა ლოჩომ დაზიანება მიიღო, თავდამსხმელს სომხების თავდამსხმელს არ გადაუარა, აი აქ ხდებოდა რა ჩვენ წინ. და იმას ააცილა და თვითონ ჩაყვა მერე ის ფეხი. ეგ იყო რა, თორე კვეკვე შეცვლიდა. ეგ იყო, კიდე რა იყო? 4-3-3 იყო, თავიდან 4-3-2-1 მეგონა და ეგრეთ თუ იქიდან, იმიტომ რომ ზურიკო და ჩაკვე ინსაიდერები მეგონენ, მაგრამ არა და ორივე ისეთი წმინდა წყლის გარემარბია თამაშა, მიუხედავად იმისა, რომ შემოდიოდნენ ზონებში, მაინც ერთადერთი რაც იყო, რომ აი კვეკვე ვერ შეიცვალა და კიტე მაინც უფრო რვიანი იყო და ვერ იყო განსხვავებით თბილისური თამაშისგან, თბილისურ თამაში იყო იქ სადაც უნდა იყოს 10-იანი და მაგაზე ცხადია, მე გადავიდეთ. და მექვაბას წინშე მექვაბას შეეტყო რომ მაინც უფრო 6-იანი და 8-იანია და არა 8-იანი 10-იანი. ორი რადიკალურად განსხვავებული თამაში და მაგაზე როცა იტყვი გადავიდეთ. ხო და ასევე სანიოლმა რაც აღნიშნა და ყველას უყვარს ეს ფეხბურთში მე მგონი არსებობს გულშემატკივარი ვისაც არ უყვარს სწრაფი თამაში ეგრეთ წოდებული ინტენსივობა ხო? ინტენსივობა ეს გუშინ გამოჩნდა განსაკუთრებით რომ პირველივე წუთიდან ალბათ უკვე მოგებული თამაშია წნეხი არ არის არანაირი
და გუნდმა დაიწყო მაღალ ტემპში თამაში და ამან არ არის სომხეთი ეგეთი სუსტი გუნდი რა, შეიძლება არეულობა, იქ ვიღაც წასვლას ითხოვენ, ახალი მწვრთნელია, დაულაგებელია, მაგრამ ცოტა ხნის წინ კარგი შედეგებიც ჰქონდა ამ სომხეთს და სერიოზულ გუნდებსაც უგებდა და ვიცით რომ ნორმალური ფეხბურთელები ხავს, ხო? არ არის ადვილი რომ ეგეთი თამაშით ისე არისო სომხეთის ნაკრები რომ რეალურად ბავშვური შეცდომები დააშვებინა, ხო, რომელსაც ლიხტენშტაინის ან მარინო უშვებენ მაქსიმუმ თანამედროვე ფეხბურთში. ეგ ყველაფერი იყო გამოწვეული იმით, რომ მაღალი პრესინგი კარგი იყო, მუშაობდა, ჩვენი ფეხბურთელები იყვნენ ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ ვიდრე სომხები და ამან გამოიწვიეს, რომ ბევრი გოლი გავიდა და გოლები გადის ძირითადად შეცდომებით, ხო. ეგ იყო ყველაზე მთავარი რა. ჩაკვეტაძე მარჯვენა ფლანგზე, გუშინ, რა ვიცი, ჩემთვის მაინც ჩაკვეტაძე არის ცენტრალური, შუიდან შემტევი, მაგრამ გამოჩნდა ისიც, რომ ჩაკვეთ შეუძლია ორივე ფლანგზე კარგად თამაში. დავითაშვილს გუშინ საერთოდ არ უთამაშია და რეალურად როგორი რეზერვი არის, ხო, რომ დავითაშვილი შეიძლება საერთოდ მოედანზე არ ყავდეს ეგეთი ფეხბურთელი. ბუდუ რომელიც შენ ბუდუს მე მგონი თამაში ყველაზე მეტი გაქვს ნანახი პერიოდში ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ კალსრუე იყო თუ ეხლა ჰაინდენჰაიმია ყველა თამაში შენ მიყავს ბუდუსი და ვიცი რომ დიდი გულშემატკივარი ხარ ისე როგორც ჩვენ ყველა ისეთ ფორმაშია მიქაუტაძე რომ არავინ არ ამბობს და ვერც ვიტყვით რომ ბუდუ რატო არ თამაშობს ძირითად შემადგენლობაში ხო მე-20 გოლი გაიტანა ბიჭმა უკვე მაგრამ რესურსი გაქვს რომ ბუდუ შეიყვანოს 70-ე წუთზე და წყნარად იყო და მოდი გადავიდეთ გასაგებია ეს ყველაფერი მე მიუბრუნდეთ თუ გინდა კიდე სომხეთთან თამაშს მაგრამ ესპანეთი გავიგეთ რომ ისევ ჩვენთან არის მოუგო მაინც ამ ნიდერლანდებს და თურქეთი ბულგარეთი. ჯერ შორია თითქოს მას სექტემბერი ძალიან მალე მოვა და ჩვენ მე მგონი მე პირადად აი გუშინდელი თამაშის მე ამ თამაშების მე უფრო მაინც უფრო თამამათვარ ვიდრე მანამდე ვიყავი შეიძლება ხარ მაგრამ ძალიან რთული ჯგუფი ახლა უკვე დაიწყო როდეში ბევრი გამიგზელდა უკვე დაიწყო ეს ერთ ლიგა იყო მსოფლიოს შესარჩევი სხვა ჯგუფები რა და რამდენიმე ჯგუფს რო უყურებ აი ნეტა იქ ვიყოთ მეთქი ვფიქრობ რომ რთული ჯგუფია საკმაოდ მაგრამ მე მგონი თამამად ვართ მაინც რას თქო ჩვენზე რთული ეს ის არის მეცაც გეტყვის ამბავი არა ძალიან არ გაგვიმართლა თუ ჭყალებში სიკვდილის ჯგუფი არ არის მაშინ როგორც მინიმუმ ერთ ჯგუფთან ერთად ვინაწილებთ ამ იმას ძალიან არ გაგვიმართლა მათ შორის არც ბულგარეთში რომელიც ბოლო კალათიდან პირველი განთესვით იყო მიუხედავად იმისა რომ არ მოგვატყუოს აი ხუთი თორებმა და მაკედონიის და გიბრალტარის ჯგუფში დაფიქსირებულმა შედეგებმა ერთი მოუგეთ და მეორე ფრეი იყო ხო როგორც 3-0 0-0 თუ არ ურევ ანგარიშებს ხო ბულგარეთთან ხო არა იქ 5-2 ხო 5-2 ბულგარეთი იყო თუ მაკედონია არა ბულგარეთი იყო 5-2 და ხო და მაშინ 3-0 მაკედონიასთან მოუგეთ იმ ჯგუფში კი ფრეი ერთადერთი ძალიან მაგრა გაჭირდება და არ ვიცი დორტმუნდში რომ ვიყავი და მქონდა საშუალება იქ ყოფილიყო მე ეგეთი ატმოსფერო არ მინახავს ну ეხა შემეშინდა ძალიან ისეთი მხატვრული და გადატანითი მნიშვნელობით იქნება ნათქვამი, მაგრამ რო არ მწოდნოდა რომ წესებითაა ყველაფერი იქ ძალიან მართლა მაგრა დაგჭაგრეს რაოდენობაში, ну იმიტომ რომ მე უკვე აღიარეს ბევრი არ გამიგზელდეს თვითონ ორგანიზატორებმა დორტმუნდში მაგ თამაშს დანიშნა არ შეიძლებოდა. ყველაზე დიდი თემი თურქული ფაქტ ვინ არის მასპინძელი თვითონ ხო ისენი ყო ბილდის და სტატიები. რევანში სტულად რევანშს რო თავი დაანებო და ამ რაღაც პაექრობას მსოფლიოა და ძალიან მაგრად გვინდა საუკეთესო თაობაა თუ საუკეთესო თაობა არა როგორც მინიმუმ რაღაცების საუკეთესო თანხwebdriverაა და როდის თუ არა ახლა კი სამომავლოდაც ცხადია ღმერთ მაქნას მაგრამ ახლა გვინდა ამ შანსს გამოყენება ამიტომ ისევ იმ თემას არ უბრუნდებით მაგრამ აი ამ კონტექსტზე ამ სრულ სურათში ამას რა ბევრი დანახვა უნდა და ფეხბურთი გიყვარს თუ არ კითხულობ სტატიებს რა რედაქციაში და უნდა იყოს ვიდეოებს უყურებ ხო რომ იცი რომ ესეთი ამბავი ესეთი მნიშვნელობაა და არ არის ფეხბურთის და საქართველოს ნაკრების მაგვარი ბევრი რაღაც სამწუხაროდ ამ ქვეყანაში ჯერჯერობით ეგრეა რომელმაც შეიძლება ყველა გააერთიანოს ყველა გაახაროს განურჩევლად სქესისა ასაკისა მწამსისა სულ ერთია მაგას შეუწყე ხელი რა კაი მაგ თემას რო თავი დავანებოთ ძალიან სანერვიულოა, მაგრამ სადაც რახან გაირისკა ამ ანუ სომხეთი, მოკლედ სომხეთი რო ესეთი არეული იყო, ძალიან შეგვიწყო ხელი იმაში, რომ ეს 4 მცველი მოისინჯა და ეს სითამამე ძალიან კაი იყო. მიუხედავად იმისა, ნახე რას გაგახსენებ ჰოლანდიასთან გახსოვს ამ ხანაგური პირველად 3 მცველი სადაც დააყენა 3-0 რო წავაგეთ ანგარის თავი დაანებე, ხარისხი არ გვიوارგოდა, ხო და აი მან ჩამოვიშალეთ, რომ როგორ და რაღაც და მე გაამართლა. ამ 4-ს ეგრე ვარ და თან ეხა წარმატებულად წავიდა ყველაფერი
და პლუს ერთი არსენალში დაგვემატა რომ ბიჭებს უკვე ნათამაშებებ და პლუს ამას ივნისის სამხანაგურები იქნება სადაც კი უკვე გვითხრა რომ ამარდას დაასვენებს ვიღაცებს არ გამოიძახებს ალბათ ძალიან დიდი ალბათობით და როტაციულად ვიქნებით მაგრამ სისტემას ხო ათამაშებს 50% ხო მაინც იქნება ბირთვის აი ეგ გვაფიქრებინებს იმას რომ კიდე შეიძლება მაგრამ მოვიმზადოთ პლუს ჩვენი ანალიტიკოსების ჯგუფი სახელობითად არავის არ ვიტყვი მაგრამ მთლიანად ყველა ძალიან მაგარი ანალიზი ხდება ხოლმე ქართველები იქნებიან თუ უცხოელები ვინც არიან. კი და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის თანამედროვე ფეხბურთში მაგის გარეშე არაფერი გამოდის და ერთ-ერთ წინა გადაცემაშიც თქვი მე მგონი იმიტომ რომ ყოველთვის მწვრთნელის კრიტიკა საქართველოს ჩვეულებრივი ამბავია მithumetes რომ ნაკრებზეა საუბარი ნაკრებზე ყველა ლაპარაკობს ყველას აქვს ლაპარაკის უფლება ყველას აქვს სტადიონზე წასვლის უფლება და იმის უფლებას რომ ეს არ ვარგა ის უნდა გაუშვათ და ამ შემდეგ მithumetes ერთა ლიგის ამ ჯგუფის ესე კარგად დაწყების მერე როცა შავარდნა იყო ბევრმა ისევ დაიწყო ლაპარაკი რომ სანიოლი უნდა გაუშვათ და ამ შემდეგ შენ კიდე ჩემზე მეჯებ თავიდანვე პრესკონფერენციებზე სულ დადიოდი სანიოლის და იცი რა ყოველთვის მაგას აღნიშნავ რომ სანიოლში პირველ რიგში რაც მომწონს გარდა იმისა რომ საკმაოდ კარგი მწვრთნელად ყალიბდება ჩემი აზრით და ჩამოყალიბდა უკვე სრულიად ადეკვატური ადამიანი არის რა აი მისი საუბარი კითხვებზე პასუხი თავდაჯერებულობა გარდა მაგისა სულ მთელი ისტორიის განმავლობაში ყოველთვის იყო ხოლმე საუბარი რომ ეს რატო არ არის გამოძახებული ეს რატო არ არის გამოძახებული ამ ხრივაც მე მგონი აი რა ვიცი 100-დან 99 ის კაცია ხოლმე გამოძახებული ნაკრებში პირობითად 100-დან ვისაც ვფიქრობთ რომ უნდა იყოს ხო მაგალითად გიორგი ზარია და ამათ რომელიც იმსახურებდა გამოძახებას გამოიძახა ხო გოგლიჩიძეზე სულ საუბრობდით და ვამბობდით რომ დროა დააყენოს ნუ შეიძლება ცოტა დაგვიანდა რაღაც პრობლემები იყო ტრაუმა მიიღო ერთ-ერთ წინა შეკრებაზე და არ იყო დღეს გუშინ და ამ შეხვედრებში დააყენა ხო ანუ ადეკვატურად მიყვება საქმეს და ეგ ჩემს ძალიან მნიშვნელოვანია რომ შეიძლება ეხლა ჯერჯერობით სანიოლი არ იყოს და ის რა ქვია გვარდიოლასნაირი ტაქტიკოსი ხო და ამ შემდეგ ეგ სხვა თემაა მაგრამ ჩემს აბსოლუტურად მისაღებია ის რაც აკეთებს ეს კაცი რა თორე იმაზე საუბარი კონტინგენტი ყავს და კარგი ფეხბურთელები ყავს და ბევრად მეცაც უნდა აღწევდეს კი ხა ფეხბურთელის გარეშე არაფერი არ გამოუვა ხო მწვრთნელს მაგრამ მე მგონი მაინც თანხwebdriverაშია ჯერჯერობით საქართველოს ნაკრები და სანიოლი ერთნაირად ვითარდებიან მე ესე ვხედავ ამ ყველაფერს რა 100%-იანი ხარ რა დავუმატო ერთ მაქსიმუმ რაღაცა სხვა სიტყვებით თქვა ალბათ ეგ იგულს მენეჯერია მაგარი ხო ორი სხვადასხვა ბრიტანული გაგებით მწვრთნელი მენეჯერი რომელიც გარდა ტაქტიკისა კიდე რაღაცებს აკეთებს სხვას კლუბში და სანიოლიც მაგას აკეთებს ხო რომ მაგრად ალაგებს ყველასთან ურთიერთობა შეიძლება იმას ყოველ ჯერზე არ უხაროდეს რაღაც კითხვებზე პასუხი ხო მედიასთანაა თუ ის მაგრამ დელიკატურობა აქვს ტაქტი აქვს ყველაფერი აქვს ის რაც მეორე ხარისხოვანია პირველთან ერთად და მომისმენია იმდენად არაადეკვატური და აბსურდული კითხვებიც და შენც ძალიან მომისმენია ამ კითხვებზეც კი ისე ტაქტიანად და კულტურულად პასუხობს ხოლმე ადამიანებს იუმორითაც და ასე შემდეგ რომ ჯერ მარტო მაგის გამო არის ჩემთვის ასე ჯერ ადამიანია ხო და აშკარად ძალიან ჩამოყალიბებული კაი ტიპია სანიოლი და თან პროფესიონალიც მე მგონი მშვენიერი ერთი პატარა რაღაცას გამოვ თუ გინდა სოფლიოს ლუქსემბურგის აბერძნეთამდე შოტლანდიის მერე ნათქვამი მაქვს ეგეთი რა ხო გავს ეგ ციკლი რომ მაგრა ვიწვალეთ რა ხარისხობრივად კოსოვოს აბერძნეთამდე ხო ხარისხი თუ მაგარი იქნება მოგიბოდიშებ მეთქი ბოლოში თქო რა და შოტლანდიასთან რომ ხარისხი დადო და მეთქი ბოდიშ ვიხდი მეთქი რა იმიტომ რომ ხარისხი მაგარი იყო 60 წუთი რაც იყო ის სანამ დავიღლებოდი და მაგას იძახდა რომ ბოლო ნახევარი საათიო გავიჭედეთო ერთ-ერთი პრესკონფერენცია იყო ნაკრების შეკრების წინა მეთქი ის არის არაბიძის თემაა რა ძალიან აქტუალური და მეც უფრო იმათ ბანაკში ვარ რომ შრომელი ფეხბურთელი გერჩივნოს სისტემაში მოქცეულს რომ შენ საერთო მიზნამდე აქედან აქამდე რომ მიდიხარ ვიდრე ძალიან მაგარი მაგრამ მეც რომელმაც 5 წუთში შეიძლება ისეთ რაღაცები გააკეთოს რომ და ძალიან ღელავთ რა ყველა ხო ლუქსემბურგია ის არის მეორე შანსი გვაქვს ევროპაზე გასვლის მაკედონიის ჩამოშლის მერე და ძალიან მეგობრულად ადამიანურად ისე კოლეგიალურად 1-10 წუთი დავდექით და საუბრობთ ცალკე პრესკონფერენცია რომ მორჩა, ხო დამდო პატიო მეთქი თუ შეიძლება მეთქი როგორც წესი არ გამოურჩევა რაღაც ექსკლუზიურობა რა გინდა, ხო, მაგრამ რომ მეთქი რაღაც ის მინდა, რაღაცა თქო ძალიან გვჭირდება, ხო იცი, ხო აცნობიერებ, რა თქმა უნდა კი რეებს მეუნები რაღაცები, ასე შემდეგ და
გჭირდება მეთქი არაბიძეზე ვეუბნებ. ბოლო 10 წუთში წარმოიდგინე რომ ჯარიმაა და ასე შემდეგ ასე ზუსტად ერთ-ერთი დეტალებში რო არ წავიდე ჩამოაყალიბა მისი აბსოლუტურად დადებითი თვისებები თავიდან ბოლომდე ის სისტემა რაშიც შეიძლება ჯდებოდეს გიორგი ან ვერ ჯდებოდეს მოკლედ ძალიან ეს ადამიანურ ნაწილზე გქონდა ძალიან ისეთი გასაუბრება და ეხლა ნახე ხო შედეგი ვნახეთ გიორგი მის დასამწუხაროდ არ გამოიძახა არაბიძე წარმოიდგინე რომ ჯარიმა გაქვს და საუკეთ შემსრულებელი ერთით-ერთია ლუქსემბურგთან და ჯერ ამ ფიქრებში ვართ რა მოკლედ ეს იყო რაღაც მოკლე შინაარს და მორჩა ეს ევროპა გავიარეთ ვიწყებთ წინა ერთა ლიგის ახალ ციკლს და ესე მოწმენდილ ცაზე ერთ-ერთი პრესკონფერენცია თვითონ მოვიდა ნე ხელმა როგორ ახლა რაღაცა მომიკითხა და კიდევ ვინმე ხო არ მირჩევდი ანუ ხო და ის იმას ხო ხდება ის ფიქრობს რომ თქვა შეიძლება ჩემი ვიღაც იყოს ან და რაღაც ნათეს უფრო ის ქონდა ის რომ ჩვენ რაღაც ნათესავზე ხო არ მეკითხები ან შენი ინტერესი და მე რა თქმა უნდა პირადი ინტერესი ნულია რა თქმა უნდა აქვე თუ რაღაც საინტერესოა არაფერი ოთო კაკაბაძე ნათლია ჩემი შვილია და ბუდუ კი აუცი ყველა მიცის რომ ბუდუ არა ჩემთვის მაგრამ მანდაც თუ ეხა ერთია გასაკრიტიკებელი ან მეორე როგორც იმათ უნდა გამაკრიტიკონ მე საქმისთვის ასევე ანალოგიურად მე ანუ მან არაფერი ის არის ხო და აი თურქეთზე რო ლაპარაკობდი და გულშემატკივრობაზე მაკეთკენ წავედი ისე გუშინაც მოხდა რა ნახე თურქი გულშემატკივარი რო ყოფილიყო აქ და ეგეთი რაღაც მომხდარიყო ესეთი რეაქცია არ მექნებოდა მე რა იმიტომ რომ მაგათვის არ აქვს მნიშვნელობა მეზობელია საქართველოა სომხეთია თუ ის არის რა ქვია არგენტინა თურქი ყველასთან გულშემატკივარსაც შეეხება ყველასთან ერთნაირია რა უტრასები ხო უტრასები პროვოკაციაც შეიძლება ყოფილიყო ჩხუბი შეიძლება ყოფილიყო მაგრამ ეგ ჩვეულებრივი მოვლენა არის ეგეთ ქვეყნებში ხო როგორც თურქეთი სერბეთი საბერძნეთი სამხრეთ ამერიკის ქვეყნები მაგათთან რომ ეგეთი რაღაც მომხდარიყო კიდე ოკეია ხო ხდები იმიტომ რომ იქაც დორტმუნდშიც ვინც იყო ბევრი ამბობდა რომ აი ქუჩაშიც როგორ იქცეოდნენ რაღაც გამომწვევები არის კი კედმაღლურები ხო ხდები რა და ბიჭო ამ სომხებთან რომელიც მართლა შენი მეზობელია შენ თავიდანვე ძალიან სწორად დაიწყე რომ თუ ვინმეს აწყობს ის რომ ნუ სომხეთ-აზერბაიჯანის ამბავი ერთია, მაგრამ ჩვენ სომხეთთან და ჩვენ აზერბაიჯანთან რამე მხრივ სუდად ვიყოთ. პოლიტიკაში არ გადამოსულ პოლიტიკა ამ თემაში ხო ყველაფერი ხალხი სუდად ვიყოთ, პოლიტიკურად სუდად ვიყოთ. ეგ არის საერთო მტრის წისქვილზე წყლის დასხმა რა და როცა მაგას აკეთებ ფეხბურთიდან ძალიან ბევრი რამე მოდის მერე და ძალიან ცუდი რაღაცებიც ხდება და კარგი რაღაცებიც ხდება და როცა ეს რაღაცებს აკეთებ ეგ არის საერთო მტრის წისქვილზე წყლის დასხმა რა მაგით დავამთავრებ თორე შუა სომეხი ახ რომელი ის არის ულტრასები ეგენი არიან და ქვებს ისვრიან და პეტარდებს ისვრიან ჩამოდიან წყნარად გულშემატკივრობენ ისტორიაც არ გაქვს ხო ბოდიში გაწყვეტინება აი რაც იგივე იქ რო იყო ხო ჩიხურას და იმის თურქეთზე თავიდან მართლა იმას ვქენ სხვა პრიზმაში არის იქ ულტრასობა და აქ ჩვენსავით არიან უკაცრავად რომ ერთად ვიდგამთ ფეხს მიუხედავად იმისა რომ საკლუბო დონეზე იქ გვითამაშია ხო არარატი ძველ დინამოს თავი რო დაანება ეხლა ხანს ხო და მან არ მოსულა მართლა არც ერთ ვარიანტში და პავლიკას ნათქვამს დავამატებ თუ შეიძლება პირველ წყაროები არ გქონდეთ ნანახი დათო თვაშხია ხო წაგვიკითხავს ჯაბო ამირეჯიბის ან ხო გვინახავს ფილმად მაინც ხო როგორ მუშაობს მაშინდელი ბრჭყალებში საპოლიციო ძალა და ძალიან მოკლე პარალელი რას გულისხმობთ ამ ეთნობომბებში თუ ვინმეს განმარტება ჭირდება რა ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროს ქართველებს ასახლებდნენ სტეპებში სტეპებიდან აქეთ მოყავდათ ხალხი მათ შორის ქართველებს სომხეთში სომხებს საქართველოში რატო ვართ ინგუშებთან ძალიან მაგრად ხო იქ გადაასახლეს ქართველები რომელთაც მე უბრალოდ სახკარები დაუბრუნეს იქ ავტოქტონ ადგილობრივ მოსახლეობას წლების მერე ისე რომ ხელუხლებელი იყო და ისინი გადაირივნენ ხო მაგიტო აი მაკედან მოდის ეგ ამბავი რისთვის ჭირდებოდა ეს რუსეთს კითხვა ხო მაშინ თუ ამის გჯერ არასდროს გიყვები ეს ჭირდებოდა იმისთვის რომ არ ყოფილიყო ერთიანობა და პოტენციურად არ ყოფილიყო აჯანყება ანუ ერთ აზრზე და ერთი პირის მქონე ადამიანები პირის შემკვრელები არ ყოფილიყვნენ ახლოს და დაყავიდა იბატონე მარტივად ის არის იგივე აი ეს ეთი ამბები ჭირდება ასხამს იმის წისქვილზე წყალს ვინც არის მართლა საერთო მტერი ამიტომ ამის განმარტება აუცილებლად გვინდოდა მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ვიღაცას ახლა ერჩივნოს კაკაბაზე ან აზაროვზე საუბარი ნუ და ფილმად ნახეთო და ბავშვები იყვნენ ძირითადად მიმინო ნახონ ყველაფერს თავი დავანებოთ
ეგეთი გენიალური ფილმი და მაკაცობის და მეგობრობის ეგეთი მაგალითიც ბევრი არ არის ამ შემთხვევაში ზუსტად ქართველების და სომხების. და ბოლოსკენ მოდი ვილაპარაკოთ ევრო სეზონზეც ქართველი ფეხბურთელების შორს არ წავიდეთ ჩემპიონთა ლიგა მერე იქნება და მაგაზე არ დაგისვამ კითხვას. ის რომ სომხეთთან ესეთი თამაშები გქონდა დიდწილად არის რა თქმა უნდა განპირობებული იმით რომ ქართველი ფეხბურთელები არიან ფორმაში. იმით რომ ჟორჟი აგერ ყველა თამაში გოლს იტანს და საქართველოს ნაკრებში უკვე 20 აქვს და ნუ შოთამაც არველაძემაც ლოგიკური კომენტარი გააკეთა ძალიან რომ იმედია ამ წელსვე გადამასწრებს ან ერთი ან მეორე ან ორივე ერთად ხო ხუჩაზე და ხუჩას გაუჭირდება 18 აქვს ხო და 8 გოლი 9 გოლი ამისგან არაფერი არის გამორიცხული იმიტომ რომ მართლა ყველა თამაში 2 და 3 გოლი გააკეთა ну მოკლედ რო არ ჩამოვუყე ხო თითქმის ყველა კარგია გზურიკო კარგია ხუჩა ხედავთ რა საკეთებს ახალ გუნდში ჩაკვე ძალიან კარგია ალბათ თავარი ეგ არის რომ სექტემბრამდე და მერე მთელი ციკლის განმავლობაში აი ეს გამოყვეს რომ ქართველი ფეხბურთელები თავიანთ გუნდებში კვლავინდებიან იყვნენ წამყვან პოზიციებზე და იყვნენ კარგ ფორმაში შენ აქტიურად ადევნებ თვალყურს და გითხარი რა ორი სიტყვით აი მაყურებელს უთხარი ზოგადად რას ფიქრობ შეუძლია თუ არა კიდევ უფრო მეტი ხო ლაპარაკი იმაზე რომ ჟორჟი ლიონში კარგია მაგრამ მეტი შეუძლია ზურიკო სენტეტიენში კარგია მეტი შეუძლია აი რა არის ამ ბიჭების ზღვარი ხო ხვდებიან დაახლოებით რაც გეკითხები ან მაგ რეალურია თუ არა ის რომ აი მაგალითად ჟორჟი ხვალ ნახოთ ბაიერნში სიტყვაზე ვამბობ ხო ან ვართ არიან უკვე ამ დონეზე ეს ბიჭები ოქროს სიტყვა იყო ეგ იმიტომ რომ აქეთ ბუდუ იქით ჟორჟი მე მომეწონა სამაგალითო გუნდი ამ შემთხვევაში მაგალითად აღებული გუნდი კი ცხადია ძალიან ისეთი მაგარი კითხვა მეტი შეუძლია ცხადია და რას უყურებთ თითოეულ ფეხბურთელთან მიმართებაში მინიმუმ ეს თამასა იქ ჟორჟი ლაკაზეტის გამო ბუნებრივია ვერ იქნებოდა პირველი ფორვარდი კაცი კაპიტანი რაღაც მაგრამ ამ სეზონის ბოლოს ყველა ველოდებით რომ არაბეთში ხო ის ბაბა აი ამას უკეთებთ რა იმაში თომი და ჯერიში რა იყო პენსიას ხო რომ უკვე ჟორჟი და ამისთვის მომწიფებულია თავიდან ბოლომდე პიკია და სანიოლმაც გუშინად გითხრა რომ იმედია ასეთი ბევრი იქნება ეს მხოლოდ მისი სტარტიას კარიერის. ყველას ხო უყურებთ რას ვხედავთ, მაგრამ აი რუმინეთის ჩემპიონატში ალბათ ბეჭდურადან სხვა შედეგის საიძე ვნახო მექვაბა. რაც აუცილებლად გვინდა რომ ვთქვათ რა ყველა ვარიანტში. თბილისში ცოტა წინ საპრესინგო შემოიყვანა და ყველა ორთაბრძოლან აღდად არ მოუგია, არ ქონდა ყველაზე კაი მატჩი. უბრალოდ ბოდიში, ერევანში მართალ და თბილისში ცადა დედამიწა მარტო იმ პასის გამო არ ვამბობ ცაგოლე რაც გაჭრა კვარაზე ძალიან მაგარი იყო არტმოზე მაგრა იმუშავა 2-6-იანით რომელიც ანუ კარგი ამოსვლა ქონდა ორივეს მექვაბა რაც არის მაგარი მექვაბა ქოჩორა და კიდე თუ ეს ტაქტიკაა 4-3 ეს ფორმაცია მაშინ ეს ტრიო არის ოპტიმალური შენი აზრით ხო მექვაბასგან ამ შემთხვევაში რაღაცა ბრჭყალებში ესე დავალებებად შეიძლება აღვიქვათ და ვიღაცებს დავალებები გამოუგონოთ მაგალითად მამარდაზე თქვა რომ დასვენება უნდა და ივნისში არ გამოვიძახება აქედანვე თქვა დააყენებს გუგეშას რომელიც პაუქში წავიდა და რომელიც იმსახურებს რაღაც დროს ყველა ვარიანტში და ეს კონკურენცია ერთმანეთში ბიჭებში რომელიც მეგობრები არიან ისევ ნაკრებს წადია წავედით კაკაბაზე ესე არაფერი უთქვამს აზარაზე ვიცით რომ თამაში უნდა და შახტარმა არ გაუშვა და აი აზაროზე რაღაც უკეთესი სურვილი გვაქვს ხო ან შახტარმა ათამაშოს ბოლომდე ლიგაზე 6 თამაში წავიყვანა თუ 5 და არც კი შემოიყვანა წურო და რაღაცა და ბოლო ტურები აღარ მომიწია შახტარი და ასო ითამაშა რა ცოტა ხო ვიდეო შეიძლება რომ ვიწუწრო მადლიერება ყველაფერი შეიძლება გოგლიჩაზე რაც თქვა პირდაპირ სხეულს როგორ მიხედავს ერთ-ერთი პერიფრაზია ალბათ რა ვიცი ჯიმში შედი ხო რაღაც ეგეთად აღვიქვი თორე თამაშის კითხვა მე რაც ყველაზე მეტად მომეწონა ცენტრალურ მცველში რაც ყველაზე შეიძლება შეცნობა დაუშვას პოზიციური შეცნობა დაუშვას მაგრამ თამაშის კითხვის უნარი ცენტრალურ მცველში ზოგადად ფეხბურთელში ყველაზე მეტად მომწონს რომ აი წინასწარო ხდება რაღაცას ხო უტვინო ფეხბურთელი რო არის ასე ვთქვა გოგლიჩიზეში ეს ჩანს რომ შეუულია ახალგაზრდულ ასაკში ხო მათ შორის მაგიტო იყო რომ მჭადლომხელი დაავლო და წავედით იქ შეეშვი რაღაც ყველამ იცხოვრა ფეხბურთით ესეთი დავალებები იკითხებოდა და მექვაბასთან მიმართებაში ველოდებით რომ
ითამაშოს ის, გააკეთოს ის გააგრძელოს, რაც აკეთებს. ეხლა იმიტომ რომ დინამოს ბოლო პერიოდში რამდენიმე არ შემდგარი ტრანსფერი იყო სამწუხაროდ, სერია იყო, შვეიცარია იყო თუ რაღაცები, ბოლოს მოხდა რუმინეთი, მაგრამ მექვაბა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჭანჭიკი, ისევე როგორც სხვა ბევრი, პირობითად როგორც კვარა. უტრირებულად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი, განგრძობითად. ქოჩორაზე პორტუგალიელები იწერებიან ეხლა რომ რაღაცები უნდათ. აი გუშინ თამაშის მერე რომ გერმანიაში პორტუგალიელები ვინც გავიცანით, სპორტინგი, რაღაცები, რაიცი, მე აქედან არაფერი არ ვიცი. მაგრამ რაღაცებს ქოჩორას ტრანსფერის ამბავი თუ იქნება მალევე იყოს და მაგიტომ ვამბობ სულ აი ჩვენთანაც გადაცემებში დადანდაზე და ამ შემდეგ რომ მირჩევნია პირობითად სელტა იყოს რა მაგარია მე რომ მირჩევნია მაგრამ ხო რა იმ ქვეყანაში სადაც ადაპტირებული სელტა იყოს ვიდრე სპორტინგი რომელიც ლიგას ითამაშებს რეალი იყოს სევილია იყოს ანუ სევილია ისე მდგომარეობაში ეცეთია რომ დიდი გუნდია მაგრამ დღეს ისე არიან რომ ქოჩორაშვილი მაგ გუნდში ჩემს ლიდერიც იქნებოდა და ქოჩორაშვილი რასაც ლევანტეში აკეთებს ხო ანუ მეტი რა არის თავის პოზიცია საყრდენია ცენტრალურია და გოლს პლუს აგოლე პასი გუშინს როგორ დაარტყა ხო ჩაკვეტაზე რომ შევიდა და ძელს რომ მოარტყა და ამან როგორ ნუ ძალიან რთული ბურთი აიღო ჩანჩარევიჩმა უბრალოდ თორე მაგაც ეთქობა რა ჭკვიანი მოთამაშეა ხო მაგიტო გააქვს მაგდენი გოლი რომ რამდენი აქვს საკუთარ თავზე ნამუშევარი ამ დარტყმებზე თუნდაც შემოატარა და ნუ თავის საქმეს აკეთებს იდეალურად ხო პასების სიზუსტე შეტევის გაგრძელება თამაშის კითხვა ყველაფერი შეუძლია საერთოდ და ნუ ლევანტე შეიძლება გადმოვიდეს, მაგრამ რომც გადმოვიდეს, მაინც არ მომეტება მაგ გუნდისთვის, იმიტომ რომ იმსახურებს უფრო სახელოვან გუნდს. ზუსტად. რაც არ უნდა სენტიმენტები გქონდეს, ხო და ქოჩორეს ძალიან მაგარი რაღაცა თქვი, მართლა რამდენი აქვს თავის თავზე ნამუშევარი. თავს ვერ დაუდებ რომ ყველა აქ ნაკრებში ვინცა 17 და 16 წლის მახსოვს მიუხედავად იმისა რომ 80%-ის თამაში ნარხიმა. ქოჩორა კიდე პატარა მყავს, ჩემი ძმის გუნდელი იყო საბურთალოზე და აი ძალიან წინ არის. ოღონდ ამით იმას არ ვიძახით, რომ რაღაც ქოჩორას ნიჭი არ ქონდა. სასტარტო პირობები იყო განსხვავებული. ბავშვებში ხო როგორ არის, რომ ვიღაცა ტექნიკური 10-იანი მაგრა ჩანს და სხვა მუშა ფეხბურთელი ნაკლებად, ხო? ანუ ამას გულისხმობთ რა. ეგ არის. აი ეს რაღაც საშინაო დავალებები ბრჭყალებში, რაც ცხადია იქნება ნაკრებებისგან, კლუბებში ისეთებში არიან 90% ფეხბურთელებისა, რომ წყნარად ხარ. კვარაზე რომ ნაპოლიმ პირველად დარეკა რამდენჯერმე შეცხადია გეცოდინება რა მატრასზე წევსო ნაპოლიში რო გადავიდა ხო ანუ PSG-დან ხო კიდე უფრო ის არის მოკლედ აი ამ საშინაო დავალებების იმედად ვართ და მოლოდინში ოღონდ ისევ ერთს მივატრიალებ შენის ნებართვით ფეხბურთელებზე რამდენჯერ გვითქვავს აი გულშემატკივრობაზე რომ ამან ეს ეთერში მე და შენ თუნდაც რა ვიყოთ იმ ბავშვებთან ერთად ვიღა პასი ვერ შეასრულა არ გამოუვიდა რაღაცა არასახარბიელოდ იმოქმედა, არ გაუმართლა და ჩვენ ანუ იმას რომ იმის შეცდომას რომ ხედავთ და პირობითად ვიღაცამ რაღაცას ბურთი ვერ გამოიტანა ჩვენ თავს ეგრევე მოვთხოვოთ რა ყველანაირი პათეტიკის გარეშე ჩათვალეთ როგორც თქვენი თანასწორი ასაკი თუ როგორც არის უბრალოდ ამ საქმეს ვემსახურებით პავლიკაც და მეც თქვენს გიყვართ ჩვენც ისევე გვიყვართ კომაგებზე რო ვარ თქვა ორი სიტყვა არ შეიძლება ეგ ბიჭები და გოგოები უბრალოდ რა ვიცი რამდენიმე წელს მაკლებენ ხოლმე და მე მეღადავებიან რომ 21 წლამდელებში წავიდა აი და 21 ხო მოკლედ რა არ გავაფუჭოთ იმღერეს ამ იქ სომხებიც აიყოლიეს იდეალური იყო რა idеალური ძალიან კაი ხალხი არის და რავია დარწმუნებული რომ არც ერთი კომაგი ხო ეგ არის ვითომ რომ აი ულტრასი და იქ მაგრამ ეს განსხვავებული ხალხი არიან წყნარებს შვიდად აკეთებენ იდეალურად თავის საქმესთან მარტო ფეხბურთზე არ არის საქართველოს ნაკრების ყველა ნაკრების თამაშზე დადიან და მადლობა ეკუთვნის მაგ ხალხთან როდის დაიწყეს ხო ეხლა ყველას უნდა და ეხლა ყველა კომაგი გახდა ხო იდეაში და ეგრეც უნდა იყოს მე კიდე ერთხელ მეორე რამე ნიშნის მოგებით არ ვამბობ ამას მაგრამ როდის დაიწყეს და იმის მერე ყველგან დაყვებიან ყველა ნაკრებს როცა არ იყო მომგებიანი ანუ ამას გულისხმობ პოპულარული უბრალოდ მომგებიანი არც ეხლა არ მაგრამ პოპულარული რო არის სვეჩი როცა არ იყო და იმ სპორტული ვებგვერდის ფორუმებზე ჩაისახა ეს რომელსაც პავლიკასთან მეც აქტიურად ვადევნებდით ვაყოს მადლობა ირაკლი შენ მადლობა საინტერესო იყო შენთან ლაპარაკი ეგრეა მეც ოლც ეგრეა და იმიტომაც მინდოდა რომ შენ ყოფილიყავი აქ როცა ნაკრებზე არის ლაპარაკი და ქართულ ფეხბურთზე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სტუმარი და საინტერესო მოსაუბრე ადამიანი არის ირაკლი და წარმატებები შენ და ჩვენი ნაკრებს მომავალში აუცილებლად. პირიქით შენ მადლობა პავლიკ როგორც ყოველთვის, მადლობა კიდევ ერთხელ და მაგრა გულშემატკივრო, მეგობრებო, გამოვიწეროთ და ვალაიქოთ პავლიკას პოდკასტი. მადლობა დიდი, აბა ჰე.